თეთრი ზოლი რაც არის, მთელი სიცოცხლე, მთელი ცივილიზაცია იმ მხოლოდ აქ განლაგებული. დანარჩენი ეს პლანეტა არის რაღაცა სხეული და ის რაც ხდება აქ, აი ამ მარილიანობას ცვლის, დინებები იცვლიან თავიანთ მიმართულებებს, ისინი იცვლიან მე ატმოსფეროში ციკლონების და ანტიციკლონებისთან ურთიერთკავშირს და ეს მე იწვევს იქ თოვლს და წვიმას, სადაც ადრე არ იყო თოვლი და წვიმა, ან პირიქით ოკეანეების დინებები დედამიწაზე სითბოსა და ტენის გადანაწილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათი ცვლილება კი გავლენას ახდენს რეგიონის მიკროკლიმატზე. შედეგად იცვლება ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა და ამინდის დამახასიათებელი რეჟიმი, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ექსტრემალური ამინდის მოვლენების, ძლიერი წვიმების, გვალვების, სიცხის ტალღებისა და შტორმების გახშირებას უწყობს ხელს. კლიმატის ცვლილება დღეს მხოლოდ გარემოს დაცვითი საკითხი აღარ არის, ის პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, ტურიზმსა თუ დაზღვევის სექტორზე. შესაბამისად, კლიმატური რისკების მართვა სულ უფრო მეტად ხდება ბიზნესის დღის წესრიგის ნაწილიც. იმიტომ დაიწყო ამ კონტინენტის ყინულის მასების ნდობა, იმიტომ რომ გლობალური დათბობა, სათბურის ეფექტი და ეს არაერთხელ მოხდა დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ ახლა და ჩვენი ჯერია რომ ამაზე მოვახდინოთ რეაგირება. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, მაგრამ ჩვენ უნდა საზოგადოება და ცივილიზაცია უნდა მიხვდეს და ადაპტირდეს. მომავალ გამოწვევებთან ადაპტირებისთვის საქართველოში იწყება ინიციატივა, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნის გავრცელება და საზოგადოების ინფორმირებაა. პროექტის პირველი ეტაპი პირველი ქართული კომბინირებული ანტარქტიკული ექსპედიცია იქნება. მისი მონაწილეები ანტარქტიდის უმაღლეს მწვერვალ ვინსონზე ავლენ და სამხრეთ პოლუსამდე თხილამურებით გაივლიან. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ექსპედიციის მთავარი დანიშნულება სპორტული რეკორდი არ არის. ანტარქტიდა, სადაც კლიმატის ცვლილების შედეგები ყველაზე მკაფიოდ ჩანს, უნდა გახდეს პლატფორმა, საიდანაც საქართველოში კლიმატური გამოწვევების შესახებ ცოდნა, კვლევა და საგანმანათლებლო აქტივობები გავრცელდება. რეალურად აქ მივდივართ არა იმიტომ, რომ იქ რამე გამოვასწოროთ. აქ მივდივართ იმიტომ, რომ ჩვენ ქართველებმა ჩვენი მომავალი პრობლემის ადგილი მოვინახულოთ. და ეს არ არის მხოლოდ მონახულება, ეს არ არის ლუვრში ჩასვლა და იქიდან რეპორტაჟების კეთება. ეს არის ყველაზე რთულად მისასვლელი, ძალიან მკაცრი კლიმატური პირობების მქონე გარემოში ძალიან მნიშვნელოვანი ალპინისტური, სათავგადასავლო და ექსპედიციური სამუშაო, რომელიც მოიცავს როგორც გლაციოლოგიურ დაკვირვებას, სამთო დაკვირვებას და რაც მთავარია პერსონალური ამბების და ამ გარემოს ისტორიის მოყოლას. პირველი ქართული კომბინირებული ექსპედიციის მონაწილეები გიორგი გოცირიძესთან ერთად ბიძინა გუჯაბიძე და ნიკა ლებანიძე იქნებიან. ჩილედან დიდი თვითმფრინავი, რომელიც დაჯდება პირდაპირ Union Glacier-ზე, ეს არის დიდი სადგური, ოღონდ სადგური არ არის, ეს უბრალოდ ყინული და კარვების, ასე ვთქვათ, რაღაცა დაბა, საიდანაც მე ჩვენ პატარა თვითმფრინავით მოხვდებით ვინსონის მასივის ძირში და იქიდან დავიწყებთ ვინსონის მასივის ვინსონის უმაღლეს მთა ვინსონზე ასვლას, რომელიც მიხედვით როგორი ქარებია და სიცივეებია და ამინდი 7-დან 9 დღემდე მოითხოვს. ამის მერე ბრუნდებით ისევ ამ Union Glacier სადგურზე და იქიდან უკვე მეორე თვითმფრინავით, ასევე პატარა თვითმფრინავით მივდივართ სადღაც 100-120 კილომეტრით არმისური სამხრეთ პოლუსამდე და 12 დღის განმავლობაში ვაპირებთ პოლუსამდე მისვლას ექსპედიციით, მარხილებით და თხილამურებით. სოფლიოში კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამეცნიერო ინიციატივების მხარდაჭერაში ბიზნესი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. კომპანიები მსგავს პროექტებს მხარს მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არ უჭერენ, ეს მათი მდგრადი განვითარებისა და გრძელვადიანი ღირებულებების შექმნის ნაწილია. ჩვენ ავირჩიეთ ისეთი ექსკლუზიური და რთული კომბინაცია, რომ ამით ჩვენ კონტინენტზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ, ქართული დროშა, ქართული ექსპედიცია გაჟღერდეს როგორც რაღაცა მნიშვნელობის და ფასის მატარებელი და არა რაღაცა რეკორდის გამეორება. საჭირო არის ქვეყანას ავდეს ოლიმპიელები, მსოფლიო ჩემპიონები, მსოფლიო რეკორდსმენები, რაც სპორტის მხრიდან ვამბობთ, მეცნიერება, რაც კულტურა, ეს ცალკე ამბავია, სპორტის მხრიდან ასეთივე მოვლენა არის ესეც და ჩვენც რაღაც თავს მივეცით უფლება, რომ ამ საქმეში მივიღო მონაწილეობა. ოღონდ ეს მონაწილეობა ჩვენი მარტო არ არის საკმარისი და იმედი გვაქვს, რომ ბევრი მიიტანს გულთან.
პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კერძო სექტორის მხარდაჭერა მხოლოდ ექსპედიციის დაფინანსებას არ ნიშნავს. ეს არის ინვესტიცია ცოდნაში, ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობაში, მეცნიერების პოპულარიზაციასა და კლიმატური გამოწვევების მიმართ საზოგადოების მზაობის გაზრდაში. ბიზნესი, რომელიც მდგრადია და ყოჩაღია, მეც ბიზნესმენი ვარ და ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი რაღაცა უნდა გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, თუ მყარი ვარ და სტაბილური ვარ და კარგად ვყიდი ჩემ პროდუქტს, რატომაც არ უნდა ჩავდო ენერგია იმაში, რომ ვისთვისაც ვყიდი ამ პროდუქტს და ის სურო კონსუმერულად და ძალიან პრაგმატულად ვფიქრობდე, მომავალი თაობა უნდა იყოს ჯანმრთელი და მე თუ კარგ და ჯანმრთელ პროდუქტს ვქმნი, ჯანმრთელი მომხმარებელიც უნდა მყავდეს. აი ყველა ცალ-ცალკე თავის თავს რო ვფრთხილდება, კარგია, მაგრამ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ, ოღონდ ისე რომ ვიცოდეთ რა არის გამოსავალი. გამოსავალი არის ადაპტაციაში, როგორც თქვი, რას ვჭამ, რას ვსვავ, სად ვაშენებ სახლ, რომელ ხეს ვჭრი, რომელ ფერდობს არ ვეხები და საერთოდ როგორია ჩემი ადაპტირებული ქართული მომავალი. აი ეს არის თავარი, ამაზე უნდა დავაფიქროთ. ეს რაღაცა ძალიან შორეული გონიათ, რომ ეს ძალიან შორს არის, ეს ჩვენ არ შეგვეხება, ძალიან მოთხ თაობას ეს არ შეეხება. მაგრამ და უკვე ჩვენ ვატყობთ, რომ შეიძლება ჩემი შვილები უკვე მოესწრონ შიშველ ყინვარწვერს, მაგრამ სადაც აღარ იქნება ყინული. უშვა მაგალითად რაღაც სიმაღლის შემდეგ, ასე ვთქვათ, შიშველი არის, ამისეთ ისევით ნატეხი ყინულიც კი აღარ დარჩა. კომბინირებული ექსპედიცია მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.